ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოვაწერეთ მემორანდუმის ხელი, რომლითაც გამოვხატეთ მოსაობა მომავალში კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდების მომავალი ენერგეტიკოსების მომზადებაში თეორია და პრაქტიკა იყოს შერწყმული, მეტი ლაბორატორიის განვითარებას შეუწყოთ ხელი, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარებას შეუწყოთ ხელი, რათა სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან ტექნიკურ უნივერსიტეტში და სწავლობენ ენერგეტიკოსის და ეუფლებიან ენერგეტიკოსის პროფესიას, მათ პრაქტიკული უნარჩვევებით შეიძინონ ლაბორატორიებში, სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიებში და როგორც მზაკადრი მერე უკვე დაიწყონ მუშაობა და მოუწოდებდი ახალგაზრდებს, რომ რაც შეიძლება მეტმა მოინდომოს და გახდეს ენერგეტიკოსი, იმიტომ რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი პრეცედენტოდ მაღალი ტემპებით ვითარდება, ენერგიაზე მოთხოვნა დიდია, აქედან გამომდინარე მომავალში კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტები დაგვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ასევე კარგი ანაზღაურებაც ექნებათ. ამიტომ მოინდომოს უფრო მეტმა ჩააბაროს ენერგეტიკის ფაკულტეტზე და შესაბამისად დაეუფლოს ამ პროფესიას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ცნობილია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ არის მთელი ჩვენი ქვეყნის ელექტროფიკაცია, ენერგეტიკა აღორძინებული, აშენებული. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა. ჩვენ შევხვდით ჩვენს უნივერსიტეტში ჩვენ დამსაქმებლებს, ენერგეტიკული კორპორაციის ხელმძღვანელებს, მათ დაათვალიერებს ჩვენი ლაბორატორიული ბაზები, ინფრასტრუქტურა, ვისაუბრეთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რამე თუ ენერგეტიკა არის განვითარებადი, ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგი, ამიტომ დამსაქმებლებთან ერთად საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიკაციაზეა საუბარი მისი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ამაში მონაწილეობენ ჩვენი დამსაქმებლები, ჩვენი კურსდამთავრებული, რამე თუ ძალიან დიდია როლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და რა თქმა უნდა ენერგეტიკის განვითარებაში.